მოგესალმებით შემოძვირფასო მეგობრებო. თქვენ ხედავთ ისტორიულ კადრებს, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შუაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. ეს გაიმართა ერევანში დღეს, სადაც ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართა, ასე იმყოფებოდნენ წამყვანი ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები, პირველი პირები და ეხა უყურეთ, ეს კადრი ხო გავრცელდა. აკაცუკოებმა ანუ ბოღმის ვეზუვის ვულკანი ამოაფრქვიეს სოციალურ ქსელებში და ზელენსკის ლანძღავდნენ. ეხა როგორ გაბედედა კობახიძესო შენ ხელი ჩამოართვიო. მოკალეთ მეგობრებო, დღეს უნდა შევაფასოთ ჩვენ ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, შეხვედრა, ამ შეხვედრაზე უნდა ვიმშელოთ. გარდა ამისა უნდა ვიმშელოთ ზოგადად აი ამ სურათისა და ამ კადრების მნიშვნელობაზე, რომ ავხსნა და დავღეჭო რას ნიშნავდა რეალურად. რა ფუნქცია გააჩნია ამ ყველაფერს, მოკლედ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და წინ თან სახალისო და თან ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ. მოდი დავარიაქტოთ. აი, ნახეთ, აი ეს კადრი იმით კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს მარტო ეს მოხდა. გარდა ამისა, ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ანუ მოუწიათ აღიარება. ზელენსკი ხო გამოირჩეოდა ამ კრიტიკული ხო მიხვდა, რომ აზრი არ აქვს რაღაცებთან აპირისპირებას, ხო? ხო დადგა კობახიძესთან, ხო ისაუბრა. ანუ ძნელია, ანუ აი ძნელი იყო ეს ყველაფერი. ვინმე შეჭამა, ვინმე მის უკანა აგერ ზელენსკი თავისი სურვილით, ეხა იმ კადრსაც განახეთ, მივიდა ხელი ჩამოვართა კობახიძეს და ეხა თან ეჭვი მაქვს ეხა კობახიძე რა ადამიანს ხვდება, ხა ისა კობახიძე კი არა კაცო, ისა რა ქვია ზელენსკი როდესაც ხვდება იმას რა ქვია ადამიანს. ანუ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რამე ხო არ თხოვა კობახიძეს ეხა ზეგამდე 1.20 ლარი არა გაქოვან რაღაც ეგეთი რამე, ვიდრე რომ ზელენსკი თუ ზადმე ხვდება უეჭველი ფინანსურ დახმარებას თხოვს ადამიანს. რა და ეხა ძალიან მაინტერესებს ეგეთი რამე ხო არ გაიმართა აქაც. არა, მე რაც მომწონს, აი მართლა პირდაპირ უნდა თქვა გულწრფელად უნდა თქვა, ირაკლი კობახიძეს აქვს ძალიან კარგი დიპლომატიური მანერები, აი ძალიან კარგი მართლა. ამას აღნიშნავდი ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ. და აი თურქეთში რო გაიმართა სამიტი, ეს იყო ესეთი ვენაში გაიმართა რამდენადაც მე მახსოვს კიდე შეხვედრა, სადაც იდიბად შეხვდნენ, ძალიან კარგი ანუ დიპლომატიური ეტიკეტის თანახმად ნახე, პირველი პირები ქვეყნის ხვდებიან ჯანსაღად. ნუ აქამდე იყო ზელენსკიმ რო ხელი არ ჩამოართვა და ვერ შედგა. და დღეს მოუწია მაგის გაკეთება, იმიტომ რომ იცის რომ ვინმეს თუ უნდა ელაპარაკოს საქართველოში, უნდა ელაპარაკოს, უნდა არ უნდა, მოწონს, არ მოწონს, მოუწევს საუბარი და მოუწევს დიალოგი. ზელენსკიზე მოქვს საუბარი. The best to see you. Bye-bye. Oh, good luck, წარმატებები. Oh my god. აი, ხო გეუბნებით, შიგევროპელებს იმპაქტი, აი, შიგევროპელებისთვის ხალხო ზელენსკი არის, მაიცა, შიგევროპელებისთვის ზელენსკი არის უწმინდესი. მათთვის რა, აკაცუკებისთვის არის, აი, ყველაზე წმინდა რამ, რასაც შეიძლება, რავი, ადამიანი შეიხოს, გაიგე და კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრა ერევანში, რომელსაც აქვეყნებდნენ ოპოზიციური მედიები რა. ან კომენტარები რო თქვენ წაგეკითხათ, ანუ მართლა სერიოზულად გეუბნებით, ზელენსკის ლანძღავდნენ. შენ როგორ გაბედე და კობახიძეს ხელი ჩამოართვიო რა. ეხა ისე წაუვა ზელენსკის საქმე აქ, ისეთ ბულინგს აუგორებენ ეგენი, რომ მე მგონი აქეთ მხარეც მოუწევს აი ამ ყველაფრის დაცვა რა. აი ხო გეუბნებიდან ხალხო, აი მე წარმოდგენა არ მაქვს. ამათ საერთოდ არ იციან პოლიტიკა როგორ მუშაობს რა. აგერ გაიმართა სამიტი, ძალიან საინტერესო სამიტი იყო. სადაც ევროპული ლიდერები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და საერთოდ ეგრე არის, რომ ხა შენ რაღაც ორგანიზაციასთან გააქვს ურთიერთობა, კარგი, ცუდი, მნიშვნელობა არ აქვს, ან პოლიტიკა არის ძალიან ესე ვთქვათ ცვალებადი რამ, ანუ ეს არ არის მაგალითად ის, რომ სტატიკურად ყოველთვის ერთ რამეში იყოს გაჭედილი. პოლიტიკას ყოველთვის სჭირდება როგორც მოკავშირეებთან, ასევე შენს ოპონენტებთან ყოველთვის ესე ვთქვათ დასხდომა და საუბარი. რაც საკმაოდ ძალიან საინტერესო ფორმატი, იმიტომ რომ აქ არ იყო მარტო ეხა ამათ შეხვედრა, იყვნენ ევროპული ლიდერები, იყო ბრიტანეთის პრემიერი კაირ სტარმერი, იყო მაი განახებდე ხა მაგ კადრებსაც, ხო? ნუ ეხა ეს სურათი აი მარტივად რო შევაფასოთ, ხო? აი ეს კადრები თქვენ რო ნახოთ ვიდეოს სახით, რომელიც ეხა ზელენსკი მიდის და თვითონ ართობს კობახიძეს ხელს. ანუ ხას უსვავს ერთ რაღაცას, რომ
გინდა არ გინდა შენ მოგიწევს საუბარი, როდესაც საქართველოსთან გინდა რაღაცის დალაგება. ისე არაფერი არ გამოვა. ნუ ამ სურათმა დამართა მაგალითად ანევრიზმამ აკაცუკოებს, რომ ესეთი რამე როგორ განხორციელდა. ანუ აკაცუკოებს რა უნდათ, იცი, რომ ხა მისულიყო ხა ზელენსკი კობახიძეს და წარმოიდგინეთ ეგ კადრი რა. გაიგე და ეგ ჩხუბი დაიწყო ეგრევე რა პრემიერისთვის, რომ რეჟიმის ტყვეები ყავს შენ ციხიდან გამოსაშვები. აქ რა გინდა შე რატო ჩამოხდა დაახლოებით ეგ უნდათ რა. ეხა ეგ რო პერფორმანსი რო ზელენსკის დაედგა, ხო? აი რა აბსურდია წარმოიდგინეთ. რა ეგ უნდათ წავიკითხე კიდევაც რამოდენიმე კომენტარი. თუ შენო როგორ ბედავო იმას ეუბნებოდა ზელენსკის ეუბნებოდა შენ როგორ ბედავ ხელის შემართებასო ამდენ რეჟიმის ტყვე არისო რომელიც მაგის გამოზის ციხეში აი ჯერ მაგის გამო რო ციხეში იჯდები ბიჭო აი მაგის გამო რო ციხეში იჯდები ხო ეს ცალკე პაზორია აი ცალკე და მე პახო აი ეს რო ხდება და საკუთარ ქვეყანასთან ხარ ოპოზიციაში ხვდები ანუ საკუთარ ქვეყანასთან ანუ რამე დარღვევა რომ ესეთ რაღაცაში მოხდეს კონფერენციაში, აქ ვინმე კი არ გეკითხება კოცი ხარ, ნაცი ხარ. ანუ შენი ქვეყანა აგეს, მაგრამ ხო სახელმწიფოების აღქმა არ გააჩნიათ უბრალოდ რა. ხო, ნუ ეს იყო ოფიციალური, ესე ვთქვათ, წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე მონაწილეობს. სამიტზე მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური ევროპულ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება. ირაკლი კობახიძის განცხადებით სამიტში გამოყენებული იქნება ორხრივი შეხვედრებით. სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირების თვალსაზრისით. ნუ ეხლა არ ვიცი ხა აქ რა იგულისხმება საქართველოს დაკავშირების თვალსაზრისით, ნუ ალბათ ჩვენ ისტორიული ადგილი ევროპულ სივრცეში. მაგრამ ამაზე საინტერესო არის თუ არ ვცდები, აი ეს არის კიდე ძალიან საინტერესო სურათი. პრეზიდენტი მაკრონი, მარჯვნივ, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და ირაკლი კობახიძის შეხვედრა. სხვათა შორის დღეს დილით მე ვნახე ვიდეო, ანუ სანამ შეხვედრა გაიმართებოდა, მაკრონი შორტებით, სპორტული იტანის ამოსვით, ერევანში დილით დაახლოებით 8 იყო თუ 9 საათი, შეიძლება უფრო ადრე, ვარჯიშობდა ქუჩაში. რახე კადრები რა, ძალიან საინტერესო კადრები იყო სხვათა შორის. ანუ დილით ხა ერევანში ხარ რა, სომეხი ხარ წარმოიდგინე, ერევანში ხარ ხა, რაღაც სამიტი შენთან იმართება, ნუ იცი, არ იცი ხა, იმდენად პოლიტიზირებული მაინც არა სომხეთი ხა. დილით ქუჩაში აი გადიხარ რა სამსახურში რო წახვიდე და მოულოდნელად საფრანგეთის პრეზიდენტი მორბის, რავი, ყურსში ბიც ბაი ტრეა გაკეთებული, რაღაც სპორტულები, შორტები, რაღაც და ვარჯიშობს ერევნის ქუჩებში. და ხალხი რაღაც იმებს ავტოგრაფებს და ამებს არიგებდა. და იმავე დღევანდელ დღეზე საუბრობ ხალხნო რა. ხდება პრემიერს. საერთოდ ნახეთ დიპლომატია რატოა დიდი ნიჭი. რომ შენ როდესაც აკრიტიკებ, შენ როდესაც მაგალითად რაღაც ორგანიზაციასთან გააქვს რაღაც შეუთანხმებელი, ანუ არაკონსენსუსური ურთიერთობა, შენ ესეთი ფორუმები გჭირდება იმისათვის, რომ დაალაგო არსებული კავშირები. შენ გინდა არ გინდა გიწევს ეს ყველაფერი, ყოველთვის მნიშვნელობა არ აქვს. ანუ მათ შორის გახსოვთ თქვენ ერთმანეთს როდესაც შეხვდნენ, კი არა, ერთ სივრცეში როდესაც იყვნენ ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი, ერთ სივრცეში რო იყვნენ ყაზახეთში. ანუ მან ხო აიკლეს ამათმა როგორ გაბედაო და როგორ არ უბრალოდ ფორუმი იყო, სადაც ორივე ჩაფრინდა. ანუ საერთოდ არაფერი შუაში არ იყვნენ, არც ხელი ჩამოურთმევია, საერთოდ არაფერი არ ყოფილა და ნუ იკობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. რატომღაც ეს არ გააშუქეს ოპოზიციამ არ გააშუქა, რატომღაც თავისიანთი მხარდაჭერები მაგას არ ამბობდნენ. მაგრამ შენ რო ეს გაბედოდა ხა პირშეუნები შენ ხა პუტინს რო შენი ქვეყნის რაღაც ნაწილები არის ოკუპირებული, ხო, ამას ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება. ეს არ თქვეს მაშინ არაფერი და თქვეს, რომ აი ჩამოვიდა და თავისი დიდი სურვილით გადაეხვია და პოზირებდა კამერა. პოზირება რა არის კამერებთან? ხალხო, ანუ ქვეყნის პირველი პირი როდესაც ხარ და ჩადიხარ იმაში, რა ქვია, ფორუმზე, ნებისმიერ ქვეყანაში, ანუ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, ისრაელის პრემიერთან შეხვედრა, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრა, თუნდაც ზელენსკისთან შეხვედრა, ხო? შენ ამაში მონაწილეობა რა უნაქნას გამოვიდეს და გავიბუტები მე ხა ამასთან მე სურათს ვერ გადავიღებ, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკურად ვერ თანხმდებით ერთმანეთთან, ანუ ესეთ რაღაც პროვინციალური დამოკიდებულება უნდა გააკეთოს.
რა თქმა უნდა, ვაკრიტიკებთ უკრაინის მთავრობას, და გავაკრიტიკებთ კიდევაც. მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, არ უნდა შეხვდე და არ უნდა დაელაპარაკო. და ფორუმი არ უნდა გამართო და კონფერენციაში მონაწილეობა არ უნდა მიიღო. ამიტომ ბევრი პროფესორი რო ყავს ამ ქვეყანაში, ძალიან ბევრი პოლიტოლოგი და პოლიტანალიტიკოსი, მათ რო კითხო, ანუ ქვეყანა იმართება აბსოლუტურად აბსტრაქტული იდეებიდან გამომდინარე რა, ანუ როდესაც რეალ პოლიტიკა არ მუშაობს. და მე რატომ მომწონს ახლა კობახიძეს ეს მანერები და როგორც იქცევა იმ ოპონენტებთან, რომელიც ძირითადად არის ჩვენი ძირითადი კრიტიკის საგანი. რომ შენ ესეთ ოპონენტებთან, როდესაც ჯდები და საუბრობ, მათ შორის დებატების ფორმატი რო გაიხსნა, ხო, ტელევიზიაში. ანუ არის საინტერესო მაყურებლისთვის და შენ ვალდებული ხარ ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო. სხვანაირად არ არის, ანუ ხალხო სხვანაირად პოლიტიკა არ იწარმოება ზოგადად. შენ რაღაცების გაკეთება გიწევს, რომ ყველაფერი გააკეთო, იმისათვის რომ შენი ქვეყნის ინტერესები, ანუ ძირითადად არის საგარეო პოლიტიკის მთავარი დანიშნულება ქვეყანაში, ხო? საგარეო პოლიტიკის. ის რომ შენი ქვეყნის ინტერესები გაატაროს სწორად. და დაიცვა ევრო თუ მსოფლიო ასპარესზე. ხო და ეს იყო ძალიან ესეთი ისტორიული კადრები, აი კიდევ ერთხელ მინდა ვნახოთ ეს ყველაფერი. ისტორიული კადრები თავისი სურვილით ვოლოდიმირ ზელენსკი მიდის კობახიძესთან და დიდი იმედი მაქვს არ უთხრა ფინანსური დახმარება მჭირდება ან რაღაც 1-20 ლარი არ გაქო, დიდი იმედი მაქვს ეგ არ უთხრა. იმიტომ რომ ზელენსკი როდესაც გირეკავს უეჭველფი რაღაც ფულ აი ზელენსკი როგორ არის ხალხო ისე და აი ხა გეტყვით რა, აი ზელენსკი რას გავს? აი ზელენსკი რას გავს, ხა მე გეტყვით რა ფიგურაა ზოგადად რა. აი ხო იცით, აი ძველი მეგობარი რო ყავთ. აი ძველი მეგობარი რო ყავთ რა, რომელიც აი არ ახსოვ, ხა წელიწადში არც კითხულობს საერთოდ რა. და აი 2 წელიწადში ერთხელ რო დაგირეკავს, აი ფული რო ჭირდება. აი რო დაგირეკავს და როგორ ახარ, აბა ძმა, ხო ხარ კარგად, ხო ყველაფერი. ბიჭო ერთი რამ თემისთვის გაწუხებ, აი კიმერიდება და ვერ გეუნები, მაგრამ ბიჭო ერთი 50 ლარი არ გექნება ცოტა ხნე. აი დაახლოებით ეკომიკური ფიგურა არის რა ზელენსკი. აი ზელენსკის ტიპთან ასოცირდება რა, მიმებიც მაგაზე კეთდება რა. შეგიძლიათ საინტერესო მიმები გამოვა ისე აი ანუ ამ სურათიდან ანუ შეგიძლიათ დაბლა წარწერა გააკეთო და ეთქვერას დასოვდით, ხო? ძალიან საინტერესო იქნება, სასაცილოც იქნება, ხო? ან დაახლოებით მაგ ფიგურას გავს რა. ხო და დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი არ მოხდა. დიდი იმედი მაქვს ან და პლუს ეხა მინდა მაკაბოჭორიშვილზე ვთქვა ორი სიტყვა, იმიტომ რომ მაკაბოჭორიშვილსაც უწევს ხოლმე შეხვედრა არასასიამოვნო ოპონენტებთან. მაგალითად კაია კალასთან ან თუნდაც რომელიმე ევრობიუროკრატიის წარმომადგენელთან რა და მე რატომ მომწონს ეხა ქალის საგარეო საქმეთა მინისტრის სხვათა შორის. ეს ხაზი უნდა გავუსვო. რომ ქალის საგარეო საქმეთა მინისტრი ბევრ ისეთ რამის დალაგება შეუძლია შეძლოს და სხვათა შორის ქალებს ამის ნიჭი მართლა აქვთ კონკრეტულად მაგ თემაში როდესაც დიპლომატიური შეხვედრები ხდება, იმიტომ რომ იქ სადაც მამაკაცი უფრო მეტად ხისტია, ხო, ქალური მსოფლმხედველობიდან ხდება უფრო ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, კონსენსუსის ან კომპრომისის მცდელობა, რაც არის პოლიტიკური ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. და შესაბამისად აქედან გამომდინარე არის ეს ყველაფერი ყოველთვის ძალიან ჯანსაღი. ამიტომ მივესალმები ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მანერებსაც ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მარტო ამას არ ეხება შეხვედრა, ზოგადად სხვა ევროპულ ლიდერებთან შეხვედრის დროს, რომელიც ასევე ძირითადად კრიტიკის ობიექტია, ხოლმე მან და ძალიან კარგად ართმევს თავს. ხო, აი ძალიან საინტერესო იყო, აი long term-ში რაზე ისაუბრეს. აი ამაზე თუ გაკეთდება კომენტარი არ ვიცი მე მართლა ეხა. თქვენ გიგონიათ ხა მე ვიცი ეხა აქ რაზე ილაპარაკე სოლომონე, მაგრამ მართლა არ ვიცი რაზე ილაპარაკე. თუ როგორც თქვენ აიცით, ისევე მე არ ვიცი. ძალიან საინტერესო იქნება აი რო გაიშალოს ეს შეხვედრა, აი რამე ტექსტი მაინც გამოქვეყნდეს, ანუ ძალიან საინტერესო იქნება. ამ ფეხბურთში როდესაც არის ხელებს რო იფარამენ, ხო იცით რო არ უნდა რომ ჟესტიკულაციის ენებით რაღაცები წაიგით ხო. ანუ საინტერესო იქნება ამაზე რაზე ისაუბრეს მართლა. მაგრამ აქ თავარი პოინტი რა არის რა? ანუ თავარი პოინტი რა არის აქ? რომ შენ აი როდესაც მიხვდი რომ ანუ ზელენსკი ვეღარ ელაპარაკება ვერავის საქართველოში, ანუ ზელენსკი ძირითადად ხვდებოდა ზურაბიშვილს, ქართველ მაია სანდოს, ესე რომ ვთქვათ. ზელენსკი ძირითადად ხვდებოდა ოპოზიციის ან ნაციონალური მოძრაობის რაღაც ნაწილი, მიხვდა რომ ეხა აზრი არა აქვს რა ეხა იმათან რა, ეგენიანი ჭურში ცხოვრობენ, სადაც გამოქვაბულში და
თან იქიდან აღარ ევასება ეგენი უეჭველი რომ აი ამერიკაში რო წავიდნენ და თან ერთ დღეს ზელენსკის შეხვდნენ და მეორე დღეს ეგრევე დაერჭენენ დიდი იმით ეგრევე ტრამპის იმაზე მანდაც ალბათ გაიგებდა რომ უსიამოვნო იყო რაღაცა და მიხვდა რომ აზრი არა აქ ეხა იმათ ალაპარაკს უნარო დებილები არიან ხო ოპოზიციაზე მიხვდა უეჭველი მიხვდა ეხა ხო თუ რამას არც გააკეთებდა და მოუწია ანუ იძულებული გახდა რომ დაელაპარაკოს კობახიძეს უეჭველი. ეხლა საქართველოს თავრობას მართლა უკრაინისთვის სიკეთეები გაკეთებული იმ გაგებით რომ დახმარებები გაუწია, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, მათ შორის ძალიან ბევრი რამე რომ გადავეცეთ უკრაინას, ხო? უკრაინამ ეს ყველაფერი შავ ბაზარზე დადო და გაიდა. ოკეი, არ ვიმახსოვრებ ეგეთ რამეებს. ოკეი, მაგრამ ფაქტია, ხო, რომ უკრაინას კორუფციას შეაქვს და ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მაგ მიმართულებით. Pedro is here as well. The best too. See you. Bye-bye. See you. განახაო, ანუ ერთი ფაშინიანმა თქვა რომ დიდი იმედი მაქვს რომ მეო ერევანშიო შემდგომ ღონისძიებაზე აბოდიშით ფაშინიანმა თქვა იმედი მაქვს რომ დიდი შემდგომი სამიტი როდესაც გაიმართებაო ბაქოშიო მე მომიწოვენო რა იქაც და ხარ ვიცი რაღაც საინტერესო პროცესები ხდება მართლა ამ მიმართულებით ანუ მართლა ძალიან საინტერესო პროცესები ხდება ხალხნო იმიტომ რომ რეალურად მე პირადად აი როგორც მოქალაქე ამ ქვეყნის და როგორც იუთუბერი და როგორც ბლოგერი რომელსაც ბევრი ადამიანი უსმენს აი ოცნების ყველაზე მაგარ ესე ვთქვათ საქმიანობას რასაც მე ვიტყოდი არის საგარეო პოლიტიკა საშინაოში არსებობს გარკვეული სახის გამოწვევები, პრობლემები კიდე რომელიც მიდის და რაღაცები მოსაგვარებელი. აი, საგარეო პოლიტიკა თუნდაც მეზობლებთან ურთიერთობა, თუნდაც რეგიონალური გამოწვევები, თუნდაც ევროპულ სახელმწიფოებთან, გინ ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ ზუსტად ისეთი კონცეფცია, როგორცაც მე პირადად გავაკეთებდი. ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ამავდროულად ევროპას აკრიტიკებ, იმიტომ რომ ევროპა იქიდან პრავებს გიკაჩავებს. შეერთებული შტატებთან ირიბი ურთიერთობა და ეხა ტრამპ ტაუერი იხსნება კიდე საქართველოში და დაგვაახლოვებს იმ ადმინისტრაციასთან. ისრაელთან გადასარევი ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით ურთიერთობები და ასევე სპეცსამსახურების მიმართ ურთიერთობები, რაც იდეალურია ისრაელთან. ოფიციალურ ბაქოსთან გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები. მაგრამ შემოსულიყო ბიზნესთან იყო პირდაპირ მისული. ფაშინიანთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები, თურქეთთან გვაქვს ასევე ძალიან კარგი მიმართულებები. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, იმიტომ რომ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ანუ ხალხმა აი ამ კონცეფციაში აი ვიღაცები რომ ამბობენ რომ თქვენი კოცური მშვიდობა არისო ჩმორულიო რა ანუ მართლა მაინტერესებს არაჩმორული მშვიდობა რა არის ანუ აი პოლიტიკური ტერმინი ჩმორული მშვიდობა მე არ ვიცი ჯერ არ გამიგია იმის დამიხვედროთ რომ ძალიან კარგად ვიცნობ პოლიტოლოგიის აბსოლუტურად ყველანაირი დარგის ყველანაირი მიმართულების წიგნი მაქვს დაკითხული მაგ მიმართულებით მე ჩმორული მშვიდობა არ გამიგია ეგეთი ტერმინი ანუ რას ნიშნავს აი ძალიან ახასიათებთ ხოლმე პოპულისტებს საქართველოში. აი ამაყი მშვიდობა, ანუ ამაყი მშვიდობა რა არის, ან ჩმორული მშვიდობა რა არის, ამიხსენ. მშვიდობა არის კონცეფცია, რომელიც ორიენტირებულია მეზობლებთან და რეგიონთან, სხვადასხვანაირი ურთიერთობების დეესკალაცია და ესე ვთქვათ, სალაპარაკო მაგიდასთან მიჯდომა და ამ ყველაფრის სხვანაირად განხილვა. ეს არის პოლიტიკური ენასენა თქო. ანუ რა უბრალოდ რა არის, იცით, ბევრი რაღაცის გაკეთება თვითონ უნდა და რო ვერ აკეთებენ ამ ყველაფერს, მე ნაბრალებიან აი ჩმორული მშვიდობა. არა, არანაირი ჩმორული მშვიდობა არ არის, ეს არის საკმაოდ ამაყი მშვიდობა. იმიტომ რომ იმ ზღაპრების იმ რეალობაში თუ იმ ადამიანების ჟერათ ეხა რომ აი მოდი ხა თავდაცვის ბიუჯეტი გასამაგდება და ამით რუსეთი შენ აღარ გეომება აი ეს ისეთივე ფარსი და აბსურდია როგორც მაგალითად რავი ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა სადაც პირიქით როდესაც შენი შეიარაღების გაზრდა როდესაც დაიწყე და სამხედრო მილიტარიზმზე გადახვედი შეიძლება ამით უფრო წააკეთო და მაგით უფრო დაგიპყროს ან ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია ეგ ხალხი რომლებიც ამბობენ რომ აი ხა 20000 ჯარისკაცის მაგალითად 40000 ჯარისკაცის შენ თუ გვეყოლება შენ არავინ არ გეომება ანუ რა სისულელეა ეგ ფული უნდა დახარჯო აი მე გეტყვი რაში უნდა დახარჯო ეგ ფული უნდა დახარჯო დიპლომატიურ კორპუსებში ეგ ფული უნდა დახარჯო უშიშროებაში ეგ ფული უნდა დახარჯო საგარეო დაზვერვაში რო შენ წინასწარვე გათვალო და ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი კონფლიქტი მაგით აირიდო იმიტომ რომ დაზვერვას და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტს და ზოგადად სუს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყანაში მე საშინაოზე არ მაქვს საუბარი საგარეო დაზვერვაზე, რომელიც ჩემი აზრით სამუშაოა და გასანვითარებელია საქართველოში. კონცეფციურად და შინაარსობრივად არ მესმის მაგასო და აი 10 ტანკით მეტი თუ შენ გეყოლება რუსეთი რა ანუ შენ რო სულ 500 ტანკი ყავდეს რუსეთი მაინც გეომება და პირდაპირ გეტყვი მაგომს მაინც მოგიგებს.
ეს მე კი არ მინდა ესე, ან ვინმეს კი არ უნდა, მაგრამ მასშტაბებია ძალიან დიდი, საჰაერო ძალიან დიდი უპირატესობა ბირთვული იარაღის მატარებელი ქვეყანა. ანუ რაღაცები ხალხო რაციონალურად ფიქრს ანამ ჩვენ არ დავიწყებთ, ანუ ძალიან ბევრი პრობლემა გვექნება ჩვენ კიდევ გადასაჭრელი როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მე ხო არ ვამბობ ვიღაცას უნდა დანებდე, რა თქმა უნდა არ უნდა დანებდე, როდესაც ომი არის მაგალითად ერთადერთი რამე ჯვარი საქართველოს წერია, რა თქმა უნდა ყველაფერი გაწინ, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. მაგრამ შენ მაგარი პოლიტიკოსი მაშინ ხარ, როდესაც ამას აირიდებ, წინასწარ განსაზღვრავ. და როგორც ტალეირანი და მატერნიხი და ეგეთი დიდი ისინი იყვნენ დიპლომატები, ისე მოაგვარებ ამ ყველაფერს ძალიან კარგად. რასაც ამ წუთას ეხა რაც გინდა იმაზე ჩმორული მშვიდობა ეძახონ, გინდა რაც ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არსებობს საქართველოში, ხო? ორი დიდი კონფლიქტი აცილებული მოხდა. ანუ ამაზე რომ ვიღაცას არ ეფიქრა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა ესე. იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყავი ამ რეალობასთან. და პირიქით მოწოდებებს გიკეთებდნენ ამ ყველაფრის მართულებით, რომ შენ ხარჯზე მაგალითად ეს ფრონტი უფრო დამძიმებული იყო. ხო და რავი, ესეთი სახის ისე შეხვედრებით უნდაც ოპონენტებთან თქვენ საერთოდ მიეჩვიათ, ვინც პოლიტიკაში მოსულა, გინდათ რომ ზოგადად ყველა ადამიანს მიმართავ რა, მაგრამ მარტო პოლიტიკაში ასოცირებულ ადამიანებს. ვინც პოლიტიკის მიღწევ გახართ, ხალხო რომ ყოველთვის მოგიწევთ ისეთ ხალხთან შეხვედრა, ვინც არ მოგწონთ, მაგრამ უნდა შეხვდეთ. პოლიტიკა არ არის სფერო, რომელიც შენ გეკითხება, ვინ მოგწონს. და შენ მინ გიყვარს და შენ რას გააკეთე. პოლიტიკა არის სფერო, რომელსაც შენ გიწევს მაგიდასთან დაჭდე აბსოლუტურად განსხვავებული აზრების მქონე ადამიანთან. და შენ იქ პერსონალურად ირაკლი კობახიძე საკუთარ ინტერესს კი არ წარმოადგენს და იქ მე რო ვიყო ნიგამ შავანაძე უცხოს ჩემ ინტერესს კი არ წარმოადგენ. მე უნდა დავიცვა და ვალდებული ვარ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. იქ მე რა მომწონს, არავინაღარ მეკითხება, ეხა მე რა ვიდეო გაქვს ბრატაჩა, მე რა თავრობაში მოვიდე და ვიღაცა მითხა ზელენსკი სატო ხვდებიო, არ გამორიცხავს ზელენსკის დიქტატორული რეჟიმი მაშინაც გაგცელდა სიტყვაზე მე თუ ვიყავი ოდესმე, ავი ღმერთმა ისის, ხო? და ვიღაცამ რომ მითხა, შეხო ვიდეო გაქვს ჩაწერილი ზელენსკის რომ ლანძღაო, კი, ლანძღავ ზელენსკის, კი, ვაკრიტიკებ უკრაინის თავრობას, კორუმპირებულია. კლოუნია ზელენსკი პლუს, თავისი ხალხი გაწირა, მაგასაც ვამბობ რა, მერიდება რამე ის? მაგრამ შევხვდები სიტყვაზე, რატო? იმიტომ რომ ვიღაც ხომ აელაპარაკო იქით მხარეს. ანუ რადგან გაიბუტო, ეხა ვაიმე, სანამ ზელენსკი იქნება ეხა მთავრობაში, მე ვერ შევხვდები მას. ანუ ეს არის აბსურდი ხალხო. პოლიტიკა არის ურთიერთობების ხელოვნება. შეგახსენებთ. და პოლიტიკა არ არის აკაცუკოების კომენტარები იმაზე, რა ქვია, Facebook-ზე ზელენსკის და კობახიძეს ერთდროულად რო ლანძღავდნენ, როგორ გაბედა ზელენსკიმ როგორ გაბედა და კობახიძეს ხელი ჩამოართა, უნდა რადონი შტერი უნდა იყო ხა ადამიანი, რადონის იმბეცილი უნდა იყო, მაგრამ მაგათ ხომ ეგენი რო არ ხალხო მე მადლიერი ვარ, რომ ეგენი არსებობენ, სიმართლე თუ გაინტერესებთ, მართლა გეუბნებით. აკაცუკები უნდა არსებობდნენ. რო შენ ინდიკატორი გქონდეს, როგორი არ უნდა იყო ადამიანი რა, უნდა არსებობდეს, ანუ რაღაც მაჩვენებელი სკალა გჭირდება რაღაცა რა. ხო და რავი, აი მოკლე შეფასებით რო გავაკეთო, მშვენიერი სამიტი იყო, ძალიან კარგი იყო, მომეწონა მთლიანობაში. ზოგადად ესეთი ვაიბები მომწონს, როდესაც პოლიტიკაში არსებობს ოპონენტებთანაც, იმიტომ რომ განმოხტვა ყოველთვის საჭიროა პოლიტიკაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. და დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს როგორ ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკასაც აგზელებს, იგივე იქნება ბოლომდე და ყოველთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. რავი, დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დროებით მეგობრებო.